მინდა ეს ნაყინი გირჩიოთ, არის უგემრიელესი ხალხო, აი, ანუ ერთი რო არ გიყოფათ, ისეთი გემრიელი. ჰაი, დილაბშტების მეგობრებო. არ ვიცი მეტროში რა ხდებოდა დღეს, მაგრამ 7 ვაგონი გავუშვი. მთლიანობაში ანუ ვაგზალიდან ახალობა. არ ვიცი რა ხდებოდა. ისეთი ჭედვა იყო. 5 წუთი სამსახურში მაგვიანდება დავრეკე. შეიძლება არც დავგვიანო, მაგრამ მირჩევნია. დავრეკო. რო იცოდნენ რომ შესაძლოა დავაგვიანო. ვაიმე. სულია მომხდა. ან მოღრიბდი პარ. წავიდეთ. იწვიმებს ვითომ. თქვენ როგორ ფიქრობთ? იმედი არა. ოპლა. ვაიმე რამზეა. ანუ მაგარი. გავიხადე. რა მაიძულა ახლა რომ ნაძალადებით წამოვედი და ფეხი დავასკდი. რა ხურცი მინდოდა და ამიტომ მეცე ნაძალადებით წამოსო. გუფთა მინდა გავაკეთო და ვაიმე დედა ამოვწყდი. ანუ ვეღარ ვსუნთქო. კიდე კაი ქოლგა არ წავი. მაგრამ ესეთი ამინდია 7-ის მერე წვიმაა და რა ვიწვიმო საგრილდება, მაგრამ დამცხა. მოვამზადოთ გუფთა, კვერცხი, ძალიან მეჩქარებოდა და ცოტა დაჭრა იმის დრო აღარ იყო რომ მეჩვენებინა. სტაფილო მიჩვენე ხოლმე გახილი იყოს, მაგრამ ახლა ძალიან გვეჩქარება, ამიტომ დავჭერით. ერთი კვების არის მეგობრებო ეს ბრინჯი, ხახვი, ზეთიაკლია. გადავწყვიტე რომ დღეს ადრე არ გამომეყვანა მარიამი, ანუ ადრე გულისხმობ შედარებით ადრე და ცოტა გვიანობამდე დავტოვებ. დიდად არ მინდოდა, მაგრამ საქმე მქონდა და ამიტომ ასე ჯობდა. ხო და ამასობაში ხინკლის ფარში შევაზავე და იმდენი წვენი გამოიღო ხალხო და ასევე წყალი შეიწო, ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად კარგი საქონლის ხორცი ვიყიდე. ხო და ერთი სანდო კარგი მაღაზია მაქვს. ხო და იქ ვყიდულობ ხოლმე ხორცს. ვაიმე დედა რაღაცა ძალიან ალები თუ რაღაცა ცხელა. გახილი ბევრად ლამაზია ხოლმე, მაგრამ ხანდახან აი რომ გახილსაც ვაკეთებ და დაჭრილსაც რა ხანისა ხანასე რა. აი არაჩვეულებრივი ცხიმიანობა ქონდა ამ საქონლის. და ცოტა დიდებად მომივიდა, მაგრამ შევეშვი. ესეც გემრიელი იქნება და წონებული ვარ. ხახვი ვთუშოთ დავამატოთ ბულგარული და სტაფილო მოვთუშოთ. ამის მომზადებამდე ვერ მოვასწრებ, მაგრამ გავიქცევი ბაღში, მამა ჩემი გადამიყვანს. დავადგავ ძალიან დაბალ ცეცხლზე ამას და გავიქცევი, ან გამოვთავ და რომ მოვალ მე აინახოთ რა. არ ვიცი. აქ როგორც ხედავთ, არ ვიცი, მგონი არც ჩანს. ჭურჭელია ამოსალაგებელი, დაბრეცხე და ვეღარ მივედი მანდამდე. ტომატი დაგჭირდება. ძალიან ბევრ ტომატს არ ვუშვები. მირჩევნია რომ ნაკლებად ტომატიანი იყოს, იმიტომ რომ მარიამაც მინდა მიირთვას და სულაც არ მინდა ხა ძალიან გადაწიფლებული ის იყოს თან ხა რომელიც ოჯახის ის არის. ხო და ამასობაში ცომიც მოზელილია, ფოტოშოპის უკვე. ანუ აი ყველაფერს ერთად ვაკეთებდი. ერთი ამის დადგმა ვერ მოვასწარი რა, იმიტომ რომ სხვა რამეს პატრონობდი და ის რო არა თან პარალელურად შემეძო, მაგრამ მეთქი თან გეჭორავებოდით და აღარ იმას ვქენი რა ქვია. კარტოფილითაც მიყვარს, ანუ ზოგადად მეგობრებთან ყველანაირი მიყვარს კარტოფილითაც, მაგრამ
მოდი ახლა ბრინჯით მოვამზადებ. არის ხომ რომ ბრინჯზე კარტოფილს ერთადაც უშვები. გააჩნია არა? კარგად ავთქვით. სუნელებსაც გავუკეთებ. წამილი დაჭრილი არ მაქვს, ჯერ მანდამდე ვერ მივედი ახლა. მე რა ლამაზი ეს ბოსტნეული სხვადასხვა ფერი რო გიჟდები, აი გიჟდები, ისეთი ლამაზია. ოპა. ხოდა მოკეთ ვიყიდე, ხორცი გავყავი, ერთი გაკეთება გუფთან. რო ყველა მიირთვას, ანუ ჩემებმა სახლში. ხოდა ამოვიღოთ ჩვენი ტომატ პასტა. აი მე იმდენად აღარ არის ბევრი, მგონი ჯობია სულ გავუკეთო ბარემ. თუ არა, აი მე მიშველეთ, კოძი ჩამოვარდა. არა. არის იმდენი რომ არ უნდა ამდენი. სხვა რამეშიც გამოვიყენებ მე, ამდენი გადაწითლება არ მინდა ეხლა მთლად. თან აღარც გამოვიცვალე ქვემოდან, ზემოდან გამოვიცვალე. ეხლა თეთრი ზედით ხო არ იმას ვიზავდი, რა ქვია, გუფას. აი მე მოვუშვათ ცხელი წყალი და დავასხათ მერე ცხელი წყალი. ასე კარგად შეიხრაკა. აი მე და მიშველეთ. რავათის ხალი. მოდი ახლა ავავსოთ ჩვენ წყალი და უკონა დავასხათ და დავაცადოთ წამოდუღებან. სხვათა შორის გოგოებო დედაჩემი როგორ აკეთებს. არასოდეს უმი აიმით რა ქვია ბრინჯით არ აკეთებს. უმი ახლა ანუ მოხашული კი არა, მაგრამ გარეცხავს ბრინჯს ჩაყრის ადუღებულ წყალში, ან თუნდაც არ ადუღებულ, მაგრამ ანუ ცხელში. 1-2 წუთი მაქსიმუმ დაელოდება, არც კი შეიძლება და ამოყრის ეგრევე და როცა მე ამ ფარში იმაშვება, უფრო მეტად წებოვანი მასა ხდება. და უფრო მეტად ეკრობა ხორცს და არ იშლება და სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში მე მასე ვაკეთებ ხოლმე. უბრალოდ როცა მეჩქარება მაგის დრო მართლა არ არის, თორე ხშირ შემთხვევაში ეგრეა. კარგი. სივშივე წავიდა ბრინჯი. ზოგი არო ადუღებულში იყრის, რა ვიცი, ახან ადუღებულში იყრდა ხან ისე. გააჩნია რა ხასიათზე გახლავართ. ხორცს რა თქმა უნდა აქვს მარილი, მაგრამ ბუნებრივია ხორცის მარილი არ უშველის წვნიას, ამიტომ მოდი ჩავაყაროთ მარილი. დიდი კულინარივით ვდგავარ აქ. მაგრამ რატო არა? ანუ კულინარი არა ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის კულინარი ხო ვარ. ეგეც კარგია, თქვენ რა სიტყვით. ზოგი არც ოჯახისთვის არ არის და მე კიდე კარგად ყოფილი ვარ. შეიძლება ის არა ვარ, რა ქვია, შეფ ლევან კონსტანტინე, მაგრამ გვანცა ვარ ცივილაშვილი. რა გავაკეთო მეტი ამ პატარა გოგომ ვერ გავიგე მე. აი მე სარეცხნა შევყარო. აი ხარო ავივლის მაღლა მამა ჩემს უნდა შევწახო რომ მალე წავიდე თქო და ბარემ სარეცხსაც შევყრე გოგოებო. მოდი თქვენ აქ ჭიქებო ასე. ნუ ის არის რა ქვია. გუშინ ჩემ ვიდეოზე ვიღაცა ღვარძლას ეწერა იქ ისაო. ნამდვილი რაღაცაო არ ვიცი ჩემზე და ხა გასაგებია რა როგორც მომიხსენია და რატოც. ანუ ბავშვი უქროდაც რა შეგვიძლია გავარჩინოთ ალბათ ეგ იგულისხმება. თქვენ ხალხო ვინც ფიქრობს რომ ქმრის გარეშე ბავშვი არ ჩნდება და დაემოკვდეს ქალი ნატვრაში და იმაში, მაგრამ არ უნდა გააჩინოს ქმრის გარეშე და არ ვიცი წამშალით.
ქმრის გარეშეც ვთვლი რომ შეგიძლია გააჩინო. და ნატურაში ნუ ამოიხდეთ სულს, იმიტომ რომ ხო ვიღაცა კიკიკორე რა სიტყვის. რა ქნა ხა ეგრე ვფიქრობდა, ჰა, მომკალით, ჩამქოლეთ, ბირზე შემსვით და მესრულად ქვები. ეგრე ვფიქრობ. ახლა კი არ ვფიქრობ ეგრე. რაც თავი მახსოვს ასე ვფიქრობდი. სხვათა შორის ძალიან პატარა სახეშიც ასე ვფიქრობდი. არა ბიჭო, ის არის კარგი. მთელი ცხოვრება რო ტირის მერე ხალი რო ბავშვი უნდოდა და ვერ გაბედა გაჩერა. ძალიან მაგარია. და აიმე. მიშველეთ რას მოძრა. მე დედა. რას მოძრა შვილო? უიდედა. ხოდა მაგას გამოიხმაურნენ. ალბათ ეგ კატეგორია დიდი ალბათობით ხალი რო საათი გრძელოსამს ესეც ცოლზე ესეთ ერთ დალსაც სახში არ შეუშვებენ. დიდი ეჭვი მაქვს მე მაგისი. ნაკები ოჯახი. ნიკა ყველა თქვენ ოჯახებს მიხედავთ. ვაფშე და. მე საათი ნახო ერთი წუთით ხარ. ცოტა ხანში წავაჩი კუსკუსასთან და დაიფიანე. მაგრამ რა გავაკეთო? ხანახან ესეც ხდება. იშვიათად, მაგრამ რა გავაკეთო? მერჩვენ ახლა მომეყვანა, მომენატრა, მაგრამ ხანდახან იყოს არა უშავს. ოჯახში არა ვარ შესაშვები. არა ვარ შესაშვები, არა. მაგრამ ჰა, შემიშვეს. შემიშვეს. რაჭის კაცო ამას რო ვეღარ ადუღდა ერთი ხარით ვინმე დააფარე, გვანცად ორი გარადუღედო და იქით გაზაფხულამდე. რაჭის კაცო რო აღარ ადუღდა. დავდოთ ეს კონტეინერი, აი მე ვარ ხალი კონტეინერა, იმდენი კონტეინერი მაქვს მართლა, აი იმდენი, რომ აი არ ვიცი. ვიყენებ, გან არ ვიყენებ. ეხლა წავედით სოფელში და სადილები წავიღე, აი მაგრად გამომადგა და დავცალებ თუ არა სუნკას ჩავიღე. ვიცი ჯერ კონტეინერები მეთქვა. საჭიროა ოჯახში კონტეინერი. ნუ ხა იმდენი რამდენიც მე მაგვარ გეტყვი საჭიროა, მაგრამ ისე რომ თქო საჭიროა. სანამ მე აქ ჭურჭელი ამოვალაგე, უკვე სხვა ჭურჭელი ჩავაგროვე ნიჟარაში. მე არ ვიცი, აშკარად მესაჭიროება ჭურჭლის მანქანა, მაგრამ სად დავაყენო ხალხო ადგილი რო არ არის. სად გინდა დააყენო, თორე დედას გეფიცებით ხვალვე განვადებით ვიყიდები, ხვალვე. აი, მაგალითად მინახავს ხალხი, რომ ჭურჭლის მანქანაში გარეცხელი ჭურჭელით საკვებს არ მიირთმევენ. რა ვიცი, ყველანაირი ადამიანი არსებობს. კაცო არის ხოლმე მომენტი, რომ ცოტა ცხიმიას ტოვებს, აი გააჩნია რა, არის ხოლმე როგორ არა. მეც გამიგია და ის, მაგრამ ნუ ახლა რა ვქნათ. რაც ეგეთი ამოვა ხელით გავრეცხოთ ბატონო. რა პრობლემაა? ვისაც არის მანქანა გაქვთ დაპლიუსდით, უნდა მოგილოცოთ. აი ერთი ქალის საქმე გაქვთ სახში, ჩათვალეთ რა. გაკეთებული. ერთი ქალი. მაგრამ ეს ვიყიდე ხალხო გორგიაში და გიშდები ისე მიყვარს. უბრალოდ ეს წარწერები მოძრა, ანუ ჩაიეწერა ზედ და მოძრა, მაგრამ უწარწეროთაც ძალიან მიყვარს. მოგძადე შენაკოდი ბატონო აგერ. მე ნეტა სახს არ გადავწვავდე, ანუ მე როგორ მანდობენ ბავშვს მართლა არ ვიცი. ჩემამდე არ დადის. აი
ეხლა უნდა გავიქცეთ. მარიკო გამოვიყვანო და მე გავაგრძელო გუფთან. ნეტა არ დამედგა ჯერ. იმიტომ რომ რაღაცა დრო მიმეფანტა და ისა ამასობაში კი იმას ქნა რა ქვია. აიმე ღმერთო რა სუნი აქვს. აიმე ფარს აქვს სუნი ხალხო რაღაცა ფანტასტიკური. ვიცი თქო კეთება, ჰა, ვიცი. მაგრეს. საქონლის ხორცის ხინკალს აქვს მეგობრებო 60 კალორია, ანუ ბევრად ნაკალები ვიდრე ღორს და საქონელს, მაგას აქვს 98 კალორია. ხვდებით ხო, რამხელა განსხვავება. მოდი ეს გადავხატოთ, არ გადმოგვივიდეს ჩვენ ახლა კერძი. არც ერთ ვარიანტში არ უნდა გადმოგვივიდეს. მოვიმარჯვოთ ჩვენი მარჯვენა ხელი. დავიდოთ. იდეალური. აქამდე რატო არ ყიდულობდი ვერ გეტყვით. ითი ამოვურიო რა შვება. არაფერს არ შვება, წამოდუღებას იწყებს და დიდი ალბათობით გავთიშავ ახლა. და რომავა გავაგრძელებ, რომ რა ვიცი, მაინც გაზია რა ენდობა ეხლა ამას გიხვეწებით. ან არ გადმოვიდეს, ან არ ჩააქროს, ან რა ვიცი. 1000 რამე შეება მოხდეს. მე არ მიყვარს იქით რაღაცებზე ის რა ხუმრობები. მოდი გენაცვალე. გამოვიცვალოთ და წავიდეთ. წავედით, ოპა, გამოვიყვანოთ მარიკო. გავმარჯოს მანქანით სიარულს. გამარჯობა. აი მე და რა ხალხაზე ყვირეს. შიდა. იდე. აჩვენე დედა შენის? არა. აჩვენე, ჩემო სიცოცხლე. რა უნდა გააფერადო აჩვენე და. გოგონა და ბიჭუნა. მაგრამ ეხლა ბიჭი არ არის. აი გოგონაა ეს და ბიჭი არ არის. და კარგად უნდა გავაფერადო და ჩხნაპულზე მე არ ვერკვევი. მანდა. არ ერკვევი და დაჭნა. No. მინდა რომ კარგად გავაფერადო. არანაირი დაჩხნაპული მინდა მე რომ გავაფერადო რა. ჯერ ეს გავაფერადო თუ ჯერ ეს? რომელიც გინდა, ჩემო ლამაზო. მოვიყევი დღემ როგორ ჩაიარა ერთი დედა გაახარე, რა ხდება? კარგად. ფიშებს ნავთამაშობ, ტუალეტს ვჭავ და ხო. გამსაჭმელებს. მირთვის საჭმელებიც დედიკო? ხო. ჩემ თავს გაგიცე მართლა? ამჯერ შემდეგ. ხელებს იბან და ყველაფერს ვარჯიშობ. მიქცევი კარგად და იმას ვაკეთებ. გასაკეთებდე. ვერაპარაკები დედი. ვერაპარაკები არა, რას ყვები დე? კიდე როგორ იქცევიო, რას ამბობდი, ვერ გავიგე. კარგად. ხელები დაიბანეთ სამხარის მერე, ხო დედა? ხო. და ჭაღან არ დამიბანიო. არა უშავ დედა, ყოველთვის სპორტ დაიბან ხელები. ყველას ვიბან. და ყველა იბანს და მე რატო არ დავიბანე ჭაღან? შენს დაიბანდე თუ ყველამ დაიბანა და არ ინერვიულა. რა მე არ დამიბანე. კიდე დედიკო რა ხდებოდა, მომიყევი ერთი რა. კარგი რაღაცები გავერთე, იმღერა ვიჩეკვე. მართლა. ვიმხიარულე. აი მე შენ შემოგელა ჯენი დედიკო დე. მერე ლამაზო. ეთი აჩვენე შენ 10-იანი და 100-იანი რო გაქვს დაწერილი? 10-იანი და 100. მაგარი გოგო ხარდე, როგორ მიხარია რა, აი რო გიყურებს დედა უხარია ისეთი კარგი გოგო ხარდე. აბა მხედავ აქედან. საიდან დედიკო? დაიხარე დედა რომ დაგინახონ ესე, აბა რა აზრია თუ ვერ დაგინახეთ დედიკო? აჰა, ვხედა. კარგი გოგო ხარდე. დედი რა სიმღერა ისწავლეთ? ისწავლეთ რამე სიმღერა? ხო.
შითვის ავრელექსი იამაიაზე მართლა და მილი არა აი მე ჯერად ხალხო რო ახალხას მიირთვა და მოვიდა და ის არისო შეარამე მაჭამეო და ტოლმაო და ხო და ტოლმა არ მოქვს მეთქი დედიკოს ხო ყოველგო ტოლმა ხო არა მაქვს ხალხო გადავირიამ და იმ ტოლმის მიკეთებით ხო და გაყინული კი მაქვს ხო და საბოლოოდ შევჯერდით ჩვენს იმაზე რაც უყვარს კიდე მომდევნო კვერცხი თავის იმაში რა ქვეკრემყოლებში და რაღაცეებში ხო და დედიკო ხვალ გაუკეთებს მარიკოს ალმა ხოიდე უბრალოდ ის არის გოგო მოგაკეთებული მაქვს უბრალოდ მოსახარშია ხო და ქონდა გათხოვა რომ დღეს უნდა გამეკეთებინა და დავიდო და კი ვიზავდი რა დედიკო რა მაგარი გოგო ხარ სწორად დაიჭირე ოღონდ დედის გული მარჯვენა ეს არის გოგო და კარგი დედა გასწორდი და უყურე და ისე გააფერა დედე მომისმინე ერთი წუთი მარიკო აი ის არის რა ქვია რა სიმღერა მიმღერე თუ კაცო ვერ გავიგე რომელი სიმღერა ფიფიზე ჩეხლა პრიპრი არ მიტყვია და აბა რომელი დედი იამაიაზე ხო კარგი დარიაო ჭიამაია ეგ პრიპრიზე ფრინდი ეგ ხო გავიგე თუნა მაგას სირკი გავიგე ყველაფერი ზედმიწევნი ჩვილო ეს არ ხატავთ ეს სტაბილიზატორიც და არც თეთრიც არ ხატავს არც არაფერი არ ხატავს ისინი ავტავდოთ მარა ეს ისეთი ცხელი ახლა როდესაც და მეორები ავტავდოთ რაც იმიტომ რომ დღეს სუპი ისედაც უკვე მიირთვა ჩემაგდო რაც არა აქ გადავდოთ კარგი ყავა ხოლმე დადგას გოგო ესეც არ ხატავთ აი მე დღეს ორი მაქვს უკვე დალეული გული არ გამიჩერდეს კიდე ორი კიდე მიწევს მაგრამ მოდი დავლიოთ იმიტომ რომ აშკარად თხოვს ესე იგი რაღაცა თხოვს შიგნიდან იმას რა ქვია რა უნდა დავლიოთ თუ გავშიკე ფეხები მერე და თუ არ გამოვჩნდი აგერ კი მომიკითხავთ რამენაირად მერე ძალიან მომენატრე აი მეც დედი მეთქი როდის მოვა ჩემი მარიკო როდის მოვა თქო როდის გამოვალო ხო დე გელოდებოდი მეთქი ჩემი თან ისე დროს მივედი გოგოებო უკვე იცულიდნენ ფეხზე ეზოში მიდიოდნენ რა ხო და ეგრევე ტაცი ჩემბათენთვის ხელი მეთქი წამოიდე სახში აღარ წახვიდე მეთქი დაბლა სხვებთან ერთად მდე და მოგაკითხა აი მე ცხელა ვიწვი მამა ჩემი მოდება შენ თუ ახლა ასე ძალიან ცხელაო მე რაღაც იზავო და იმას რა ენაღლება გენაცვალე მანქანი დადის თუ დასცხა ჩართავს იმ კონდიციონერს და მე რა ჩავთო გზაში ვენტილატორი ხელის ფეხის თუ რისი ვენტილატორი ჩავთო მითხარით გოგოებო კარგია დაწმებული ვარ ყობას დრემადელი კარგად გავაფერადე ხო საყვარელო უყვარს სხვათა შორის ჩემს მეუღლეს წუნიანები ვერ ვიტყვი რო არ უყვარს აი მე დედა რაო ჩემო სიცოცხლე დე აი მე ერთი ამ გახსენებაზე მერე ხო გოგოებო რამენაირად უნდა მოვხვდე ისე რომ ბულგარული ვიყიდო და ბულგარული სტოლმა გავაკეთო იმიტომ რომ ნუ აი ძალიან მინდა რა აი ძალიან გიჟდები ისე მიყვარს დედიკო გააღებინე ჩემო სიცოცხლე ულა ცხელი ხო არ არის დეს გოგო ბოდიში ჩემო სიცოცხლე წესით უნდა გაგრილებულიყო და რით ვერ გაცივდა დედიკო ავეჭი
მომწრე. ბატონო? ორი რომ მივეყოლო. დედა, მან დიდევს და ეს. აა. აი დედი, მან დაგახურიდე. I love you feeling good. ავწონოთ ფინიკი. კურკების გარეშე, რა თქმა უნდა, არის 20 გრამი. კარგია დედიკო. ოჩას შემოსიცოცხლე. აბა შენბრუნდი. შებრუნებული ვარ. ახლა აბა. იუჰუ, ხოჭან შემოსიცოცხლე. ჩემი გოგო ვინ არის? დავწეროთ 20 გრამი ფინიკი. ფინიკიო? ერთი აი მხარე. მე საფეზე რაღაცა ძალიან გახურებული. იმიტომ თავი მტკივა გოგოებო საშინლად. და მე როგორც ყოველთვის წამალი ახლა. მოვიდა იყო. მოვიდა. გუფთას აქვს სასწაულის სუნი. და იმედი მაქვს გემოც შესაბამისი ექნება. აი მე რითქვა რა დუღდი. ყავა გინდა ჯარია? კიდე. და მაგით არ დუღდება. რა ვიცი შუა ჩემ ჯინაზე არ დუღდება მგონი. ჭიამაია. ხო, კარგი დარია. ხო დედი. ფი კასალე და აფი ადარია. ახლა დედიკო გაიხედი, აბა როგორი ამინდია? კარგია დედიკო. მოდი. გაცივდა, გავაცივე, მარიკო, გავაცივედე. მარიამი შემომხედე დედი. მოდი შენ თვითონ მიირთვი რა, უკვე იმ ხელა ხარ. თუ შეიძლება. მე არ ვიცი წამა. რა არიცი, შვილო, ჭკუიდან არ ამწიო. ეხლა მე ვხატავ და რანაირად? მე მოგეხმარები, მაგრამ არ ვიცის რატო ამბობ, შენ თვითონ მიირთვებ ხოლმე. დედი, რატო ამბობ, არ ვიციო? ადე. არ ვიცი. იცი დედა, იცი. აბა როგორ ვიცი? მოკიდე ხელი ჩანგალს. მოკიდე დედიკო. ვიტომ შენ ყავა უნდა დალიო? კი დედიკო. ვითომ კი არა აუცილებლად უნდა. ხუთელ მისის გარეშე უნდა დავლიოთ ყავა. აი მე. მე ვერ ხედა. ეს ხომ მინდა. კი დედიკო, გინდა. დადექი დედიკო, ახლავე, აი მოვიწიო და შენთან და ანუ რას ვისთან ეს? ანუ ცოტა ვერ მივხვდი, ვისთან რა კიდე შვილი. ვისთან ახარ დედა? გაუმარჯოს ფინიკს. ეგრანის. ფინიკი. ჰადე. აი რა. ოპა. მოდი თან გაკოცოს დედა მომენატრე გთხოვ. გთხოვს დედა მოდი. დახატო. გაგიაგდი. რეალი ძალიან. ჩემ ხავს მოგყუჩის. ხო და. წონის არ მოგვიწონა. მე მგონი ვერ მივაგენით სწორად ეს. დე. ბატონო. ეს მომიტან თუ შეიძლება. ავადალე და მე ვემაჭმე რა ხო? აჰა დედიკო და წყალი მოვიტანო და. მარიკო რა გინდა მითხარი აბა? რა ხდება დე? მითხარი გინდა რამე? ხო თუ წყალი გინდა მოგიტანო ისიც უნდა შემისრულო რომ მიირთვა ეგრე არ გამოგვივა რა. მარტო შენი მეებზე ვერ ვირბენ აქ. რო გთხოვს დედა უნდა გააკეთო. მით უმეტეს შენ თხოვებ შეავთ, ვერ მე სულ არ მიკითხავს. მეგონა არ შეოდა.
ასე რომ არ მაწყენია შენ შემოგევლე. მირთვი შენი პატარა ჭიქით. სარეცხი უკვე დაამთავრებდა რეცხვას. მაგრამ გუფთა გაკეთდეს და მამა ჩემს ავუტან. თან დავფენ. ვერაფერს წარმოვიდგენდი რომ ფინიკი ასე გამოწონებოდა. დაგექცევა და ვერ წარმოვიდგენდი მას. ჭიქა გავმარტოს თქვათ. გავმარტოს და გავმარტოს. ეხლა სიძულვილით ფინიკაროზო სამწულდა, მაგრამ ასე არ მიყვარდა რა. დედიკო, რამდენი წყალი დალია სიყვარული წყურო და მირთვი. მირთვი ჩემო ანგელოზოდე. ამდენი წყურო და ძალიან გწყურო და დე. ვერ უთხარი შენს მასწავლებელს დე დაგალევინებდნენ ჩემო პატარა. მინდო და წყალი. აქ მოგინდა დედი? კარგი. 4 საათზე გუფთის ყველაფერი მზად მქონდა და ფარში მქონდა შეზარებული ხინკლის. ცომი მოზრე. 4 საათზე. ამას რატო ვამბობ? 3-ზე გამოვედი სამსახურიდან. და რადგან მარიკოს არ გაუვარე და ცერემონიები და მაგას ამ დიდი დრო მიაქვს. ძალიან სწრაფადაც ვიარე, რომ მომესწრო. მომედე. ლამაზი ფერებია და ლამაზი ძალიან კარგი. ხოსაც ბიძა ჩემის დაბადების დღე თემურის იცი დამიხატეს რაღაცები ანიტამ და დავაზე. მოდი ჩემთან ჩემო გულო და რომელიც წერბები გაქვს რა გაიკეთე? რომელიც ხო და ეს სისტემურია რომელზეც აფრენს ჩემი შვილი ისე გიშდება აგერ ჩემი მეზობელი რო არის თან პარალელურად ხო და მანანებელს რო ვახსენებთ მისი მეუღლე მამა ჩემის ძმა და რაღაცნაირად აღელვებული ვარ ხოლმე იმიტომ რომ ხოლო ისედაც ხო ბიძა და ასე შემდეგ მაგრამ მარიკოზე იმდენად დიდი ამაგი აქვს რომ ისე ვარ ანუ აი რაღაცა გამიასმაგდა ყველაფერი პატივისცემა სიყვარული ყველაფერი რა ხო და ბოლოს ამიდა რომ ძალიან დიდხანს იყოს ჩვენს ცხოვრებაში და მესანავი არსებებს სულ იყო ჩემს ცხოვრებაში მოკლედ რა ნეტავში გვეწეს უკდავად. მოდი და ჩქარა სიცოცხლე, მოდი. მოდი დედას ნატრის თვალავ. კიდე მინდა ცოტა წყალი. დაბძანდი. მირთვი. ასე. აი ეგრე დედიკო. წყალი ცოტა მერე, ამდენი წყალი არ შეიძლება და დიდი ჭიქა იყო. ცოტა მერე, კარგი შემოლამაზო, შევთანხმდით? აი. კარგი. დედიკო თქვენ ეზოში მიდიოდით? დედი, ეზოში. და გაიგე დედამ რო დაგიძახადე? მარიკო, გაიგედე? ჩემო პატარა, თავის მასთან იდგა, რა ქვია, თაროსთან და თავის ფეხსაცმელებს იხებდა დავაი. ეგეთ რაცებზე ვარ ძალიან სენსიტივი. ძალიან. მოდი ჩემოლამაზო. ჯერ ყველაფერზე მეტირება გიჟივით. რა ვიცი ეს მიხარად მარიამი მერე დამეწყოს ყველაფერი, მაგრამ დეჭი კარგად ეხობს ხო? შულს რა იბცო. ჰადე, მარიკო. და გავა
ყველაფერადო ჯერ. მიირთვი და მიმასქენი, დედი, მიდი ჩემო ერთადერთო, მიდი დე. დედი, კორა გინდა? შენ ხომ თხოვე რომ მომშივდაო, დე? ვერ გავიგე ხალხო რა უნდა. შენ თვითონ თხოვე, შვილო. თორე რა ვიცი, ახალი ნაჭამი გქონდა. მაგრამ რა ვიცი რა ჭამანდეთ, ეგეც არ ვიცი. არ ვიცი ან რამდენიც შეჭამდა ახლა ეს ცოტას მიირთმევსო მითხრეს ახლა მე ამის ცოტა ვიცი რაც არის აბუზე პირად. ამას ვინ მასწავლის მე მოხარხოს ვიცნობ. მე რო გადავიდე დიდ მონაკვეთზე სამსახურში ძალიან ბევრი დრო მოაკლდება ჩემს სოციალურ ქსელს. რაღაც მხრივ ფიქრობდი, ახლა ცოტა ხანდახან წამომივლის ხოლმე, მაგრამ თან იმდენი მიზეზია მე რომ უარი უნდა ვთქვა რომ ხო, მაგრამ ეხლაც ფიქრობდი რამდენად დიდი რამ მოაკლდება ჩემს სოციალურ ქსელს. და რამდენად ბევრი დოზით მოვაკლდები და დიდი დოზით მოვაკლდები იმ საქმეს, რომელიც ასევე ძალიან შემიყვარდა. მე რო 6-მდე ვიმუშავებ და 7-ზე სახლში მოვადა რის ნახევარზე, რა ის ვლოგის გადაღების თავი მექნება, გეხოცებით, სავარაუდოდ წყალს გადავიულებ და მინიმალური რაღაც გავაკეთო და ეგრევე. იმიტომ რომ ძალიან რთულია ბავშვებთან მუშაობა. ეხლა ვინც არიან ხოლმე რომ მე რაღაცა სხვანაირად გვეგონა ბაღი და უირა სხვანაირად ყოფილა ყველაფერი ბავშვთან ეს 5 თვალი კი არა, ხალხო ყველგან თვალი მაქვს, ანუ მიმაგრებული და ყველგან გაფაციცებით ვიყურები და რამე არ გამომეპარა, ეგრე არ არის. არავის გეგონოთ მარტივი და რა უნდა თუ რაღაც, ნუ მაგაზე არ წqrს ერთ საუბარ. მგონი ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც ფიქრობს რომ ბაღში მუშაობა მარტივია, მაგრამ ის ცოტაც რო არის, ეგეც მაწუხებს რანაირად ხართ, როგორ ფიქრობთ ეგრე რა. ხო და რა თქმა უნდა, ეხა მე ასეთი აქტიური YouTube-ზე ვეღარ ვიქნები, ანუ ყოველდღიურად ვეღარ ვიქნები და ალბათ ვიქნები კვირაში 3 დღე, სავარაუდოდ 3-ჯერ დავდება ეგრე დაახლოებით რა. და მე კიდე იმდენად მივეჩვი ყოველდღიურ რუტინას ამ ყველაფერს, რომ ანუ დანაკლისი ძალიან მექნება დარწმუნებული ვარ რა. ხო და ასევე დოდონას ბლოგს მოვაკლდება, რაც ჩემთვის ცხოვრების ნაწილია. და წარმოუდგენელია დოდონას ბლოგის გაჩერება და ასე რაც კი ფიქრობ ეგეთ რაღაცები. ადეთი. ვაიმე. რა ადე? ხო და მოკლედ აი არ ვიცი რა ძალიან რთული არა და რა თქმა უნდა ადამიანს მეტი ანაზღაურება გინდა და ასე შემდეგ. მაგრამ მე იმასაც იმ მეორე მხარესაც ცნობიერებ, რომ რაღაცა საქმეს ხარ კიდე შეჭიდებული პარალელურად და იმისკენ ვეღარ იქნები. ანუ შენთვის ცხოვრება იქნება ბაღის სახლი. ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ ვინც ჩემთან მუშაობენ, ეს აქვს ბაღის სახლი, მე ცხოვრება არ გააჩნიათ. იმიტომ რომ რეალურად გვიან ბრუნდებიან ხო სახლში და ხა ღამე რომ მოხვალ სახლში, გადაღლი გადაკანცული რა სხვა ცხოვრებაზეა ლაპარაკი საერთოდ. ხო და მე სხვა ცხოვრებაც მინდა, ანუ ეს რასაც ვაკეთებ და კიდე ბევრი გეგმა მაქვს. თუმცა ახლა ჩემს ცხოვრებაში ძალიან ჭირდებოდეს მაგაზეს თანახმა ვიქნები და რაღაცნაირად რვად გავიხევი, რომ აქაც ვიყო შედარებით აქტიური, კვირაში 4 დღე, მაგალითად 3 დღე რუსულ არ გავქრე, ხო ხვდებით? 3 დღე თუნდაც კარი. ხო და ასე რომ ავიდე ფიშიზე. დაჯიდე. ой დიდე. გოგოებოროდის ავიდეთ მეოთხეზე ჩემთან და დავლიოთ ყავა. ეს უბედური არც პატრონი ყავს, აღარაფერი ამას აღარ აქვს. ეს საერთოდ მოსაგლე მიშველით. ხო, ნუ ეს გაფუჭებული იყო უკვე, არა მგონი ამან რამე გამოიყოს. ალბათ სხვა რამეს ჩავრგა. ეს გამიფუჭდა და ვიბრძოლეთ, მაგრამ კი ხედავთ აგერ მოძრა. დამწყდა რამდენიმე წელი ჩემთან იცხოვრა. არ მგონია რამე გამოიყოს ახლა ამან.
მაგრამ ნახოთ და ხან დაველოდები. მაგრამ მოდი წყალი დავუსხათ. მისი აღმატებულება ტოლმა. ეს პარიტად. შეიძლება თქვა ქრისტიან. აგერ ბატონო. ეს პარიტად. შეკრილდეს. ვინც მიირთმევთ, გემრიელად მიირთვით. გემშვიდობებით, ამოწურვის თუა სასწორს ხედავთ აგერ ზედვედევს. ხო და უთხარი რომ თემურ პაპას დაბადების დღეზე მივდივართ. უთხარი დედა აგერ გადავეცი. გემშვიდობებით ხვალამდე თავი მისკდება ხალხო. ისე მცხელ, ანუ სიცხით მისკდება თავი და ზაფხულში არ ვიცი. მოსაკითხი ვიქნები ნამდვილად.